და პირველი სტუმარი ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი ნინო კალანდაძეა. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ხო, ძალიან ისეთი განცხადება გამოაქვეყნა დღეს კობახიძე, მაგრამ აუცილებლად მინდა გთხოვოთ დავიწყოთ უკრაინის თემით. ახლა თქვით რომ პაპი შეიძლება ჩავიდეს უკრაინაში, რამდენად გაძლიერდა ეს მხარდაჭერა, რამდენად უკვე ძლიერად აღიქმება ეს რომ მხარდაჭერა ძალიან ძლიერია უკრაინის მიმართ და რამდენად შევიწროვდა შესაძლო გზები რუსეთისთვის, რომ პუტინი დასთანხმდეს იმ ზავს და ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რეალურ მოლაპარაკებებში, რაც ცეცხლის შეწყვეტით შეიძლება რომ დასრულდეს. მოგესალმებით. უკრაინის პერსპექტივიდან და არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი დასავლური ცივილიზაციის პერსპექტივიდან ახლა ყველანაირი ძალისხმევა იქნება ეს სამხედრო თუ იქნება ეს დიპლომატიური, რომელიც დაფიქსირდება უკრაინის სასარგებლოდ, ეს აძლიერებს უკრაინის ბრძოლას, უკრაინა მეომრებს და აძლიერებს აი ამ დასავლურ ფრონტს, რომელიც ამ გაუმართლებელ აგრესიას ებრძვის. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ და მათ შორის, როდესაც ახლა ჩვენ უკვე საუბრობთ კათოლიკური სამყაროს კონსოლიდაციაზე, ცალსახად შეგვიძლია ვივარაუდოთ, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ასე ვთქვათ, ერთიანი ფრონტი, ერთიანი კოალიცია, რომელიც ახლა უკრაინის მხარდასაჭერად გამოდის წინა პლანზე და რუსეთის დღეის მდგომარეობით, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს ეს იბრძვის ეს ერთიანი ფრონტი. ამას მოწმობს ისიც, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატში თითქოს ერთი ნაბიჯი წინ გადადგა პუტინმა, იმიტომ რომ მასაც რაღაც თვალსაზრისით გამოუვალი მდგომარეობა აქვს, მას რესურსები უმცირდება, ფრონტზე სახარბელო ვითარება არ აქვს, ნავთობის ფასები ეცემა, ანუ ყველაფერი ერთად განაპირობებს იმას, რომ მან თითქოს აი პირველი ნაბიჯი გადმოდგა, თითქოს მოითხოვა პირისპირ შეხვედრა, მაგრამ ახლა უკან იხევს აი ამ თავისივე გამოთქმული მოსაზრებიდან ეს ვაფიქრებინებს, რომ მას ეს რაღაც თავისი ვაჭრობისა თუ ლავირების პოზიციები უკავია, რომელშიც ეხლა ისე ყარად აღარ არის, როგორც იყო ვთქვათ თვეების წინ, როდესაც მას ტრამპის რაღაც ტიპის მხარდაჭერა თუ ზურგის გამაგრების იმედი ჰქონდა. ამიტომ ეს სურათი ახლა ცალსახად აშკარად არის, აშკარაა, რომ მსოფლიო კონსოლიდაცია, ყოველ შემთხვევაში ცივილიზებული ნაწილის არის აშკარად კიევის სასარგებლოდ და ზელენსკის სასარგებლოდ. და ხომარ ბიძგა ტრამპის განცხადებამ, რომ შესაძლოა ისიც ჩავიდეს თურქეთში, იმ ვითარებას, რომ პუტინს აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ უარი თქვას იქ ჩასვლას და მონაწილეობის მიღებაზე. მესმის, რომ არ არის საბოლოოდ პასუხი იმაზე, არც ერთი ლიდერისგან ნამდვილად იქნებიან თუ არა ისინი თურქეთში მოლაპარაკებებზე. მაგრამ ზელენსკისგან ძალობა დაფიქსირდა, ხო? რომ ზელენსკის არ გულისხმობ, აი პუტინს გულისხმობ. ხო, ფაქტია, რომ ზეწოლა იზრდება. ფაქტია, რომ ზეწოლა იზრდება პუტინზე და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განცხადებებს მიღმა მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა, მათ შორის პირველ რიგში ვაშინგტონის მხრიდან და იმიტომ, რომ ძალიან როგორ თქვა, ძალიან აიწია თავიდანვე იმ პირობებმა, რომელიც რაღაც დაპირებების დონეზე გაკეთდა ვაშინგტონის მხრიდანაც, უკრაინის მხრიდანაც, ვლადიმერ პუტინის მხრიდანაც, რომ თითქოს ახლა რაღაც სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატი დაიძრება და ახლა უკვე ყველა მივიდა იმ პოზიციაზე, იმ პოზიციამდე, რომ ერთადერთი ვინც ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას რეალურად ეწინააღმდეგება არის სწორედ მოსკოვი და მოსკოვის ხისტი პოზიცია და მოსკოვის გადაწყვეტილება, რომ მათ არ სურთ ამ ეტაპზე ომის შეჩერება. ეს გამოიკვეთა, ჯობდა თავიდანვე ცნობილი ყოფილიყო, იმიტომ რომ პრინციპში იმ თავითვე ივარაუდებოდა, რომ პუტინი სწორედ ამ პოზიციას გააჟღერებდა, მაგრამ ამ ეტაპზე მას ყოველ შემთხვევაში სავაჭრო ბერკეტები ახლა ხელში აღარ აქვს და აშკარაა, რომ ვაშინგტონის მხრიდანაც ზეწოლა ძლიერდება. ამიტომ შესაძლოა ვიფიქროთ, რომ რაღაც ტიპის შეხვედრა მაინც შედგება, გარკვეული წარმომადგენლების დონეზეც, თუმცა ამ ეტაპზე ფაქტია, რომ უკან იხევს. კი ბატონო, აი საქართველოს საკითხებზე რომ გადავიდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ცდილობს, რომ ყველანაირი შეხვედრა დასავლელ პოლიტიკოსებთან თუ დიპლომატებთან წარმოაჩინოს და გამოიყენოს საკუთარი რეჟიმის აღიარებისთვის, ხომ? აქამდე ეს არ გამოუვიდა, თუმცა ახლა ცნობილი ხდება სულ ახალი ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის ელჩი შეხვდა ანრი ოხანაშვილს.
მაინც რა შეიძლება ემსახურებოდეს ეს შეხვედრები, მით უმეტეს დღეს გამოქვეყნებული წერილით ვნახეთ, რომ კარგად ურთიერთობები არ მისდის ქართულ ოცნებას დასავლეთთან. ამ წერილს რაც შეეხება, ჩვენ ცხადია, რომ შეფასებებში ძალიან სწორხაზოვანი ადეკვატურება გვმართებს. ეს წერილი თავის მხრივ არის როგორც კომიკური, ისე ტრაგიკული. კომიკური იმიტომ, რომ თუ ჩვენ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან შევხედავთ, ვნახავთ, რომ აბსოლუტურად წაშლილია ყველანაირი სტანდარტი, რომელიც თავმოყარე სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, არაღიარებული რეჟიმის, არაღიარებული წარმომადგენელი ორგზის პრეზიდენტს ამერიკის შეერთებული შტატების წერს ღია წერილებს, ანუ მასთან ესე იგი არანაირი ტიპის კომუნიკაცია არ მოხდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ყველა გზა ამოწურეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა არ დაიშურა არანაირი ძალისხმევა, არც ფინანსური, არც ადამიანური დესანტი გადასხეს, ლობისტები იქირავეს, დაპირებები გასცეს, რომ ტრამპის პირობებში ყველაფერი განსხვავებულად იქნებოდა, მათ შორის პირველ რიგში თავისივე საყრდენისთვის და არა ჩვენთვის, ხო? და ეხლა ეს ფუნდამენტი აშკარად ეცლებათ, მათ სასაუბროც არაფერი დარჩათ, გადის რამდენი თვე გავიდა უკვე პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციიდან და უბრალოდ მინიმალური კომუნიკაციაც არ ადგა. აქ არ არის საუბარი ღია შეხვედრებზე და ხელის ჩამორთმევაზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ დიპლომატიური, კულუარული რაღაც კულისებს მიღმა საუბარიც კი ვერ მიმდინარეობს ტრამპის ადმინისტრაციასთან. ლევან დავითაშვილის ვიზიტიც არ გამოდგა რეალურად იმ ეფექტის მომტანი. დავითაშვილიც ფაქტია, რომ ამ მიზნით ჩავიდა და იქიდან ძალიან მკაცრი გზავნილები ჩამოიტანა, რომელმაც არათუ გაარღვია ურთიერთობები, არამედ მას პირდაპირ მალევე მოყვა ამ ვიზიტს მოყვა მეგობარი აქტის ორპარტიული მხარდაჭერა და შემდეგ უკვე აშკარაა, რომ იქ ნიადაგი აღარ არის მოლაპარაკებისთვის. მაგრამ ამავდროულად ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან დავიწყეთ საერთოდ ეს, საიდან წამოვიდა ეს პროცესი და ის რომ საქართველოს და საქართველოს რეჟიმს, წარმომადგენლობით რეჟიმს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიალოგი არ არსებობს, ეს განაპირობა ივანიშვილმა, ივანიშვილის პოლიტიკამ და რუსულმა პოლიტიკამ რეგიონში და საქართველოში. ეს мотиваცია და ეს განწყობა თუ პოლიტიკა არ წამოსულა ვაშინგტონის მხრიდან. ეს მთლიანად იყო ივანიშვილის ხელში და ეს ურთიერთობები სწორედ ამ სიმწვავედან მიიყვანა. ამიტომ ჩვენ მაინც და მაინც არ უნდა მოვდუნდეთ და ძალიან სასაცილოთაც არ უნდა მივიღოთ ეს წერილი, იმიტომ რომ კობახიძე ძალიან კარგად ესმის, კობახიძეს კი არა ივანიშვილს ამ შემთხვევაში. ძალიან კარგად ესმის, რომ ამ წერილს ტრამპი არ წაიკითხავს, არანაირი გავლენა ტრამპზე ამ წერილს არ ექნება, არამედ ეს არის შიდა მოხმარების დოკუმენტი, რომელიც პირველ რიგში სწორედ იმ ხალხისკენ მიემართება, ვისაც აქამდე უყვებოდნენ, რომ ტრამპი იქნება ჩვენი მხსნელი და აი ცოტაც გაუძელით და ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ მოვიპოვებთ ლეგიტიმაციას. ისინი პირველ რიგში მათეუბნებიან ახლა, რომ ამერიკის იმედი ჩვენ აღარ უნდა გვქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ვაშინგტონმა არ მოინდომა ჩვენი ძალისხმევის დანახვა და დაფასება, რაც შესაძლოა პირდაპირ პროპორციული იყოს იმისა, რომ ისინი ავტორიტარულ და რეპრესიულ მეთოდებს კიდევ უფრო გააძლიერებენ. სწორედ იმიტომ, რომ შესაძლოა ითქვას, რომ ჩვენ ანგარიშგასაწევი ვაშინგტონში აღარავინ არ უყავს. ამიტომ რა თქმა უნდა, ამ წერილის შეფასებისაც ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ანუ იქ წერილში ნახსენები იყო თითქოს, რომ რიტორიკის დონეზე იყო რაღაცნაირი თანხმობა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასა და ქართულ ოცნებას შორის, რაც ალბათ სასაცილოა. აბსოლუტურად. Deep State ლაპარაკი არ არის მთავარი კრიტერიუმი, რითიც შეიძლება შეფასდეს, ხო, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. აბსოლუტურად. ეს იყო მათი პლატფორმა იყო ეს, რომ ჩვენ ტრამპთან მოვახერხებთ ურთიერთობების ნორმალიზებას, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ერთი იდეოლოგია გვაქვს, ჩვენ ერთნაირი მსოფლმხედველობა გვაქვს, ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ სამყაროს, ერთნაირად გვესმის დემოკრატია როგორ ვითარდება და ამით ირკვევა, რომ ფუნდამენტური ტყუილი იყო, ანუ პირდაპირ ატყუებდნენ საქართველოს მოსახლეობას, ატყუებდნენ იმ ხალხს, ვისაც ამას ეუბნებიან, თორე ჩვენ ხო არ გვატყუებდნენ, ვისთვისაც იყო გამიზნული ეს გზავნილები, აღმოჩნდა, რომ საპნის ბუშტი იყო, რომელიც უბრალოდ გასკდა და ვერაფერს ვეღარ აკეთებენ საიმისოთ, რომ ხა დაარწმუნონ საზოგადოება იმაში, რომ დედა და მამა თურმე ტრამპის იდეოლოგიაც იყო. ეს ასე არ არის, ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავს დემოკრატიული პრეზიდენტი, რომელიც ამერიკის სახელმწიფო ინტერესებში მოქმედებს, ამერიკის სახელმწიფო ინტერესებში არ შედის რუსული გავლენების გაძლიერება რეგიონში. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა, რომელსაც ივანიშვილი სხვანაირად ვერ დახაზავს და ივანიშვილი წარმოადგენს
რუსულ საოკუპაციო რეჟიმს საქართველოში, რომელიც ტრამპთან ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობს იმისთვის, რომ მან ძალაუფლება შეინარჩუნოს საქართველოში, რაც უბრალოდ ურთიერთგამომრიცხავია. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს წერილი არის მხოლოდ წერილი და არ არის რეალურად მიმართული ახლა ვაშინგტონის ადმინისტრაციისთვის და არც თვითონ ელიან, ხო, რომ იქიდან პასუხს მიიღებენ, შეიძლება ითქვას, რომ ისინი უკვე დარწმუნებული არიან, რომ სანქციები რეალურად ძალიან ახლოს არის, იმიტომ რომ ამაზე ძალიან დიდი წუხილი არის გამოთქმული ხომ წერილში. თუმცა ამასაც ალბათ ხვდებიან, რომ ეს სანქციები რეალურად დადგება ოცნების მაღალჩინოსნებისთვის. მათ პრინციპულად ადარდებთ ორი რამ. კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა ამოვიდეთ იქიდან, საიდანაც დაიწყო მთელი ეს ისტორია და ეს იყო მათი ნებაყოფლობითი არჩევანი, ეს გზა, რომელიც მათ აირჩიეს, შეეძლო სხვანაირად წასული წარიმართად პოლიტიკა, მაგრამ ეს გზა აირჩიეს, ამიტომ ბუნებრივია, რომ იქ მივიდოდნენ, სადაც მივიდნენ. მაგრამ მათი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ ერთის მხრივ მოეპოვებიათ ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მტკივნეული მათთვის, დარჩნენ მხოლოდ რუსეთის და ჩინეთის და ირანის ამარა ამერიკის ლეგიტიმაციის გარეშე, ეს არის რეჟიმის შესანარჩუნებლად პრინციპულად რთული ამოცანა და მეორე, იმიტომ რომ მათ ტკივათ პერსონალური სანქციები, რომელიც როგორც ჩანს გარდაუვალი იქნება. მეგობარი აქტი მათთვის აღმოჩნდა ძალიან მტკივნეული, სწორედ იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაციის და ტრამპის გუნდის წევრების მხარდაჭერა მოიპოვა და ჩანს რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი პროცესი. ამაზე მიანიშნებს ეს წერილიც და მიანიშნებს აი ამ პოზიციის წარმოჩენაც, რომ ჩვენ ახლა ამერიკის იმედი აღარ უნდა გვქონდეს, არამედ უნდა რაღაცნაირად ჩვენი შიდა სუვერენიტეტი გავაძლიეროთ და თავი დავიცვათ ბოროტი ამერიკისგან. ამას აძლიერებს მაგალითად იმის მოლოდინიც, რომ შეიძლება რაღაცნაირი ჯაჭვური რეაქცია მოხდეს ამას. მაგალითად მსგავსი მიმართვის გამოქვეყნებას ხვალ აპირებს ოცნების პარლამენტიც, ხო, სესიაზე მიიღებენ განცხადებას პაპუაშვილის ინიცირებით. ანუ ამას მოყვება ასეთი რეაქცია და მთელი სახელმწიფო პოლიტიკა ყველა უწყება მე განაცხადებს რომ ეს არის. კი, ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკა, ეს არ არის შემთხვევითი, არც სპონტანური, ეს არ არის რაღაცნაირი ახლა რეაქცია ვაშინგტონის პოლიტიკაზე, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი, რომლითაც ივანიშვილმა საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციაში უნდა მოაქციოს. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ტარდება იმ დღიდან, როდესაც რუსული კანონის ინიცირება მოხდა, ბევრად უფრო ადრე, მაგრამ de facto უკვე იმ დღიდან, de jure იმ დღიდან, როდესაც რუსული კანონის პირველადი ინიცირება მოხდა და შემდგომ იქიდან უკან დახევა აღარ მოხდა. ეს არის მიზანმიმართული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოექცეს დასავლეთისგან იზოლაციაში, რომ აქ რუსული რეჟიმი ფორმალურად დამყარდეს. ანუ ის თუ ჩვენ ახლა მხოლოდ ცხინვალში გვყავს და აფხაზეთში გვყავს საოკუპაციო რეჟიმი, ახლა ივანიშვილის რეჟიმის სახით ჩვენ ფორმალური ოკუპაციის ქვეშ იქნება ოფიციალური თბილისი. ამის გაფორმება მიმდინარეობს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ბოლო ფაზა, რომ ვამბობთ, სწორედ ამას მიანიშნებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დასავლური სამყაროსგან უნდა აბსოლუტურად იზოლირდეთ და დავრჩეთ რუსული დიქტატის ფორმალური მართლობის ქვეშ. ეს არის ამოცანა, ეს არის გზავნილი, რომელსაც ივანიშვილი დასავლეთს ეუბნება, როგორც ევროპას, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს და ეს არის ამ წერილის რეალური შინაარსი. აი ის რომ ცდილობს კიდევ ქართული ოცნება, რომ ხალხის სახელს ამოეფაროს, რატომღაც ლაპარაკობს ხალხის სახელით და ეუბნება ვაშინგტონს, რომ ხალხს აკვირვებს თითქოს ის, რომ კვლავ ხდება მეგობარი აქტის წინ წაწევა და ამის საფუძველზე სანქციების დაწესება, შესაძლო სანქციების დაწესება. რატომ ეფარება ხალხის სახელს? ხო, ძალიან გარკვევით მივიღეთ ბევრი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა არსებობს ხალხისთვის, ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც აკრიტიკებს მაგალითად ვაშინგტონი რეპრესიულ კანონებს თუ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს ქართული ოცნების მხრიდან. ანუ როგორ უნდა უზრუნველყოთ ახლა ის, რომ ხალხმა იცოდეს, რომ მისი პროტესტის დამსახურებაა სწორედ ეს მხარდაჭერა და როგორ ცდილობს მოკლედ ქართული ოცნება ამ ხალხის მოტყუებას? ის რომ ამ პროტესტის უშუალო შედეგია როგორც ევროპული დედაქალაქების, ისე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და რეგიონთან მიმართებით, მათ შორის უცვლელი პოზიცია ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ეს არის შემდგარი ფაქტი, ეს არის მოცემულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ რეალობაში არ ვიქნებოდით, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს ყველანაირი დასავლეთი, ჩვენ გვინახავს ავტორიტარულ რეჟიმებთან მოთანამშრომლე დასავლეთი, ჩვენ გვინახავს დასავლეთი, რომელიც აქამდე ივანიშვილს
თანამშრომლებოდა მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი აქამდეც აყალბებდა არჩევნებს და აქამდეც უხეშად არღვევდა ადამიანის უფლებებს და აქამდეც პრორუსულ ინტერესებს ატარებდა რეგიონში, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ახლა სახალხო განწყობა სულ სხვანაირად დაფიქსირდა, შეიცვალა დასავლური პოზიცია საქართველოს მიმართებით. ეს არის შემდგარი ფაქტი, რომელსაც ივანიშვილი ვერ გადაწერს, ვერ გადახატავს და ვერაფერს ვერ უზავს და ეს არის რაც მათ ძალიან ტკივათ, ამიტომ ებრძვიან ისინი სწორედ აი ამ დემოკრატიულ მოძრაობას ყველა ძალით. მაგრამ ის რომ ისინი ხალხის ნებაზე და ხალხის ლეგიტიმაციაზე აპელირებენ, ეს არის იმიტომ, რატომაც ყველა ავტორიტარული რეჟიმი მაგალითად მართავს ფორმალურად არჩევნებს ქვეყანაში, ხო? პუტინთანაც არჩევნები არასდროს არ ტარდება, ბელორუსში არჩევნები არასდროს არ ტარდება, ისე რომ ეს არის არჩევნები, მაგრამ ისინი არჩევნებს ატარებენ, აზერბაიჯანშიც კი ტარდება არჩევნები, იმის დასამტკიცებლად, რომ ეს წარმოადგენს სწორედ სახალხო პოზიციას, ისინი პროპაგანდას იყენებენ იმისთვის, რომ რაღაც ტიპის მხარდაჭერა მაინც კონდეთ და შემდგომ ეს განავრცონ მთელი ქვეყნის მასშტაბზე, იმიტომ რომ ნებისმიერ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც თანამედროვე სამყაროში უნდა ოპერირებდეს, მას სჭირდება ფორმალური ლეგიტიმაცია თავისი ხალხის, ამიტომ არის რომ ისინი სწორედ ხალხის ნებაზე, ხალხის სურვილზე აპელირებენ, ამიტომ არის რომ რაღაც ფსევდოკლებებს ატარებენ, რომელიც ვითომ მოწმობს რომ მათ რაღაც ტიპის მხარდაჭერა გააჩნიათ. ასე ეს არის ავტორიტარული რეჟიმის ხელწერა და ამისთვის ივანიშვილსაც სჭირდება გარკვეული რაოდენობის მოქალაქეების მოტყუება, ამას ემსახურებოდა მათი მთელი აქ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდელი პოლიტიკა, რომ საქართველოს თითქოს პროევროპულია, ნატოში გაწევრიანებაც უნდა და ყველა იმ განწყობას იზიარებს, რომელიც რეალური არის. რეალურად გაჩნდა ბევრი ვარაუდი, შეიძლება უკვე დააჩქაროს ქართულმა ოცნებამ რუსეთთან ნაბიჯების გადადგმა მისი მიმართულებით, ხომ? უკვე შეიძლება გადაჭრით თქვას, რომ აღარც მოაჩვენოს თავი არავის, რომ ის პროევროპულია და მიდის რეალურად ევროპისკენ და უკვე მართლა რეალურად გადადგას ნაბიჯები, მაგალითად სახელდება ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს რუსეთთან. რამდენად არის ეს მოსალოდნელი? მალე. საბოლოო მიზანი არის ეს. ივანიშვილს სხვა ფუნქცია საქართველოში არ აქვს. ივანიშვილი რა მისიითაც საქართველოს მოუვლინა კრემლმა, არის ის, რომ მოახდინოს საქართველოს დესუვერენიზაცია. ანუ საქართველო არ იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, საქართველო იყოს კრემლის მიერ მართული ტერიტორიული ერთეული, რომელიც აქ გადაწყვეტილებას რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში მიიღებს, იქნება ეს მილსადენების პოლიტიკა, ენერგომატარებლების პოლიტიკა, იქნება ეს დერეფნის კონტროლი, იქნება ეს სატარიფო პოლიტიკა თუ სხვა, იქნება ეს შავი ზღვის მიმართ პოლიტიკა და პირველ რიგში დასავლური სამხედრო პოლიტიკა რეგიონში. ეს არის ივანიშვილის რეჟიმი. რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით არ შეცვლილა, იგივე პოლიტიკა იყო, რომელსაც ის სულ აწარმოებდა ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში. საქართველოსთან მიმართებით მათი რეგიონული და საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა. ივანიშვილით მათ მოახერხეს, რომ საქართველოს თბილისის ფაქტობრივი ოკუპაცია მოახდინეს. ივანიშვილს სხვა ფუნქცია საერთოდ არ აქვს. მისი პირველადი დანიშნულება საერთოდ რატომ ჩამოვიდა ის რუსეთიდან, რატომ გამოატანეს ეს თანხები, რატომ გააჩნია მას ეს უკანონოდ მოპოვებული ფულადი რესურსი, რატომ შეუძლია მას რომ უპრობლემოდ შეინარჩუნოს მაშინ, როდესაც ასეთ ადამიანებს რუსული სპეცსამსახურები დევნიან. სწორედ იმიტომ, რომ ის არის რუსული სპეცსამსახურების გაგრძელება, ის არის რუსული სპეცსამსახურების პროექტი, იმ მიზნით, რომ მოხდეს საქართველოს დესუვერენიზაცია, იმ მიზნით, რომ მოხდეს თბილისის ფაქტობრივი ოკუპაცია და საქართველოში ვერ გატარდეს ვერც პროდასავლური პოლიტიკა და საქართველოში ვერ გატარდეს დამოუკიდებელი პოლიტიკა, დამოუკიდებელი სუვერენული პოლიტიკა, რომ საქართველოს თავის ბედს თვითონ წყვეტდეს, თავის ალიანსებს თვითონ ქმნიდეს, თავის ეკონომიკას თვითონ წყვეტდეს და თვითონ მიიღებდეს თავის სტრატეგიულ გააწყვილებას. ამიტომ კი, რაც საკვირველია, ვინაიდან საბოლოო მიზანს სწორედ ეს წარმოადგენს და ამ ფაზაში შედის ივანიშვილი თავისი ამოცანის თუ დავალების შესრულების სავსებით რეალისტურია, თუ ჩვენ სრულ იზოლაციაში მოვექცეთ, თუ ჩვენ ივანიშვილის აი ამ კორუმპირებულ სისტემას ვერ აღუდექით წინ, მაშინ რა თქმა უნდა ოკუპაციის გაფორმება მოხდება, მაშინ მოხდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც, მაშინ მოხდება ევრაზიული კავშირის აი ამ რაღაც ფსევდომითის ისევ წინ წამოწევა და საქართველოს მოქცევა აი ამ აღმოსავლურ თუ რაღაც ჩრდილო ეკონომიკურ ბლოკში. ფონზე რამდენად იქნება ჩვენთვის, გულისხმობ ქართველი ხალხისთვის გარანტია მეგობარი აქტის მიღება.
რამდენად არის შანსი, ფაქტია, რომ აქამდე პირდაპირ ვიზიტით დავითაშვილის თუ იქ ლობისტური საქმიანობით არ გამოვიდა ის, რომ მეგობარი აქტისთვის ხელი შეეშალათ, ხო? დარჩა სულ ცოტა, ხო, სენატში უნდა დაამტკიცონ, პრეზიდენტის ხელმოწერა დარჩა, რის შემდეგაც უნდა იქცეს კანონად მეგობარი აქტი და შანსები მაინტერესებს, ხომ ნამდვილად მივა თუ არა ბოლომდე ეს კანონად ქცევის ეტაპამდე. გარანტია არაფრის არ არის, მაგრამ ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ეს აქტი კანონად იქცეს და ამაზე მეტყველებს ის, რომ ამ კანონს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, მეტყველებს ის, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები ვერ წარიმართა იმისთვის, რომ ეს არ გადავიდეს გადამწყვეტ ფაზაში და მოწმობს თვითონ ამერიკული საკანონმდებლო ტრადიციაც, სადაც ამ ხელა მხარდაჭერით საკანონმდებლო აქტი შემთხვევით ვერ გადაიხედება, გარდა თუ ფუნდამენტურად შეიცვალა წინაპირობები და წინაპირობების შეცვლა ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმი დაემორჩილოს იმ ზეწოლას, რომლის ბერკეტიც არის სწორედ ეს მეგობარი აქტი. მეგობარი აქტი არ არის ქართული დემოკრატიის გადარჩენის გარანტი და არც გადარჩენის მექანიზმი. მეგობარი აქტი წარმოადგენს აქტს იმისა, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი ისე დასუსტდეს, რომ აქ დემოკრატიულმა ძალმა დემოკრატიამ შეძლოს, რომ გადაწონოს და გაიმარჯვოს. ამის ზეწოლის ბერკეტია ეს მეგობარი აქტი, რომელიც მაღალი ალბათობით იქცევა კანონად. მართლობა და ერთ ძალიან ცოტა დრო გრჩება და აუცილებლად უნდა გკითხოთ საგარეო დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს ქართულ ოცნებას, ხომ? ფაქტობრივად ეს დიდი ვარაუდით იქნება რეპრესიები დიპლომატების მიმართ, რომლებმაც ხელი მოაწერეს პროევროპულ პეტიციას, როგორც ყველა უწყებაში, ისე პირველ რიგში საგარეო უწყებაში. დიპლომატები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინწათევისთვის მუშაობენ დასავლურ ასპარეზზე, ხო, რას ეუბნება ამით ოცნება მან? ეუბნება, რომ ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია მიმდინარეობს. ეს არის ბოლო ეტაპი, როდესაც არც ერთი კრიტიკული ხმა არ უნდა ისმოდეს არც შიდა უწყებრივად და არც მათ გარეთ, არ უნდა ისმოდეს მედიაში, არ უნდა ისმოდეს სამოქალაქო საზოგადოებაში და მით უმეტეს არ უნდა ისმოდეს უწყებებს შიგნით. ეს არის ავტორიტარული მმართველობის გაწერილი სქემა, როდესაც ისინი მინიმალურად არალოიალურ კადრებსაც დასჯიან სამაგალითოდ იმისთვის, რომ სისტემა იყოს აბსოლუტური ვერტიკალური მმართველობის ქვეშ. ძალიან დიდი მადლობა.